ოკეი, ხუთი თანამშრომელი, ანი, ბესო, გელა, დიანა და ელისო ერთ კომპანიაში მუშაობს. ცნობილია, რომ ერთის სტაჟია 4, 7, 8, 14, 18 წელი. ანის სტაჟი მეტია ბესოს სტაჟზე, ხოლო ბესოს სტაჟი გელას სტაჟზე. ავიღოთ ახლა ჩვენ ის არის მიმართულებისთვის, მარცხნივ დავწეროთ, ვისაც ნაკლები სტაჟი აქვს ზოგადად, მარჯვნივ ვისაც მეტი სტაჟი, ხო? ამ შემთხვევაში ანი უნდა იყოს ბესოს მარჯვნივ, მეტი რაკი აქვს, ხოლო ბესოს სტაჟი გელას სტაჟზე მეტია, ამიტომ გელა მარცხნივ, ხო? ეს. რა თქმა უნდა, აქ შუალედებში შეიძლება რაღაც სხვა ვარიანტები განვიხილოთ, უფრო დიდი დაშორება ავიღოთ, შეიძლება მაგათად ახლა ჩვენ დავგვჩავი დიანა და ელისო, ხო? შეიძლება დიანა და ელისო იყოს აქ, ან აქ, ან აქ, ან ასე, უამრავი ვარიანტია. ამიტომ ჩვენ გვჭირდება რაღაც დამატებითი პირობა, რომლის ჭეშმარიტობის შემთხვევაშიც დავადგენთ ამ ესე ხუთი თანამშრომლის ზუსტ თანმიმდევრობას. ბესოს სტაჟი მეტია დიანას სტაჟზე, ხოლო დიანას სტაჟი გელას სტაჟზეო, ხო? ესე იგი ამ პირობამ დიანას პოზიცია განსაზღვრა, ну ის არის ბესოსა და გელას შორის, თუმცა ეს პასუხი ელისოზე ჩვენს ერთ-ერთ ინკოგნიტო ვარიანტზე არაფერს გვეუბნება, ხო, ჩვენ ელისოს ამბავიც არ ვიცით, ამიტომ აპასუხი არ გვაწყობს. ელისოს სტაჟი მეტია დიანას სტაჟზე, ხოლო დიანას სტაჟი მეტია ბესოს სტაჟზეო. ოკეი, ესე იგი ელისო დიანაზე მეტია და დიანა ბესოზე მეტია, ანუ ბესოს მარჯვნივ უნდა დავალაგოთ ჩვენ ელისო და დიანა. მაგრამ აქ როგორ გადავწყვიტოთ ჩვენ ანისთან მიმართება? შეიძლება ისინი იყვნენ ბესოსა და ანის შორის, შეიძლება ანი იყოს ელისოსა და დიანას შორის, ან ელისო და დიანა ორივე ანიზე უფრო სტაჟიანი იყოს. ამიტომ ეს პირობაც არ არის საკმარისი ზუსტი განლაგებისთვის. ანის სტაჟი მეტია ელისოს სტაჟზე, ელისოს სტაჟი ბესოსაზე და ბესოს სტაჟი დიანას სტაჟზეო. ოკეი, ესე იგი ანი მეტია ელისოზე, ელისო მეტია ბესოზე და ბესო მეტია დიანაზე. ესე იგი აქ ელისოს პოზიციას ვარკვევთ, რომ არის ანისა და ბესოს შორის, მაგრამ დიანას სტაჟის გარკვევა გვიჭირს. დიანა შეიძლება იყოს გელამდეც და გელას შემდეგ. ხო, იმიტომ რომ ის ფაქტი, რომ ბესო დიანაზე მეტია, ეს დიანა ახლა სად ჩავსვათ, ხო? ზუსტად ამის დადგენას აქ ვერ ვახერხებთ. დიანას სტაჟი მეტია ანის სტაჟზე და გელას სტაჟი ელისოს სტაჟზე. ოკეი, დიანა თუ მეტია ანიზე, ესე იგი დიანა აუცილებლად ანის მარჯვნივ უნდა იყოს. ელისო გელაზე უფრო ნაკლებ სტაჟიანი უნდა იყოს, პირიქით გელა მეტი ელისოზე, ხო? ესე იგი ელისო გამოდის, რომ არის გელაზე მეტი და აქ უკვე უეჭველად ვადგენთ ჩვენ თუ ვინ რა პოზიციაზეა, ხო? გელა, ბესო და ანი თავიდანვე ავიღეთ, შემდეგ დიანა ანის მარჯვნივ, გელა ანის მარცხნივ აღმოჩნდა და ავტომატურად მიეკუთვნება უკვე 4, 7, 8, 14 და 18 წელი მათ. რაც ეხება ეპასუხის სცენარს, დიანა მეტია ანიზე, ოკეი, დიანა ესე იგი შესაბამისად ანიზე წინ იქნება, ხოლო ელისოს სტაჟი გელაზე მეტია, ამან უკვე ელისოს სტაჟი განსაზღვრა ყველგან გელას მარჯვნივ, ხო? ანუ ვერ დავადგენთ ამ შემთხვევაში ელისო სად იქნება? შესაბამისად, სწორი პასუხი გვექნება აქ D.